წინადადებას დავიწყებ ბატონო თენგიზ და თქვენ რო დაასრულოთ. თქვენ წინადადებას. ლობანოვსკი მეძახის და მეუბნება. მარადონა უნდა დაიჭირო. ორდასაჯარი იყო. ეგ იყო როგორც ეგ იყო ნაკრებიდან გაგაშვება. ეგ მე მაგალითად ესე მეგონა რა, როდესაც ეგ მეძახის ბესკო იყო. ბესკო როდიში. ხო, ბესკო მეძახის ჩავდი 2 საუზმეზე რა. დიდი და თენგიზ 1 წუთით და მივედი და მეუნება შენი დიდი ორჯერ ჯელზას მარადონო მეთქი შენი და 22 რაღა მიამერჯე და გაგონილი მქონდა ბესკოს არევასება ქართველებიო რა მაგრამ მე კარგად მიყურე და ვიცი და მეთქი ალბათ მოვიდა ჩემი დრო სხვა რა და მეთქი ალბათ ნაკრებიდან გაშვება უნდა სხვა ზვას ვიგრე სხვა ვერ მოვიდა თავში რა იმიტომ რომ იმით დაჭერა არ არსებობს მარადონო დაჭერა არ არსებობს რა იმას თუ ესვრით რა ვერ დაიჭერდი რა თან მაშინ ახალი ის იყო დაწყებულს და დაფრინავდა კაცო რა ხო და იმის ეხა ველოდები როდის მოვა თამაში და ეს ბოლო თამაში და მედივა დამთავრდა ნაკრები ჩალაგებული იყო ხო ნაკრები მაგრამ ჩემ და საბედნიეროდ რაღაცა ისე თამაშე რა იმას გავაკეთე ჩემი მაშინ შეში ვიყავი ბიჭო არა ეს გავიფრე ჯერ მეჭამა საჭირო მე რეკეთქვა მაგით ლუკმა აღარ გადაგ ხო რა მაგას როგორ რა საჭმელია ხო და მოვიდე მეთქი რა მოვიდეს ეს არ გადიოდა დრო როთქი მოვიდეს და შევერკინო მეთქი რა ხო და ნუ ეხა ვეთამაშე ისე როგორც შემელო მაგრამ ხო და მე მეგონა რომ ესე გაბრობული ვიყავი მეთქი ჩემი თავის მაყობილი არ ვიყავი რა რო შევედი გასახდაში და მithot ხელზე დამარტყა ბეჯი მალადეცო და ეს გაგაშენა ის ვერა მე ვიყავი 1-5-6 წელი და კიდე რა ლეგენდა იყო არა სასწაული რა სასწაული ეს ბურთი ესე მიღება ესე ტრიტები ისე იგი როგორ იყო ისე ესე იგი არ ჩერდებოდა სულ მოძრაობაში იყო რა